მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. და დღეს უნდა ვნახოთ ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი მეორე სეზონის მე-7 სერია. მინდა გითხრათ, რომ ამ სერიის ჰაიპის დონე არის რაც შეიძლება მაღალი. არ ვიცი, ყველა ვისაც ვიცნობ და ვისაც ვკითხე მეორე სეზონის შესახებ. მე-7 სერია. ძალიან უყვართ ეს სერია და ძალიან მაინტერესებს რა ხდება ამისთანა, რომ თავის შეაყვარა ხალხს. ამიტომ უნდა ვნახო. მე წინა სერიაში ასეთი რამ თქვი. რადგან ზუკო არ ვნახეთ მე-6 სერიაში და აირო ერთ-ერთი უნდა ვნახა ყველა ვარიანტში. ან მე-7-ში, ან მე-8-ში. და არა მარტო გვენახა, არამედ სერიოზულად გაგვევითარებინა მათი თემა. იქნება ეს სერია ზუკოზე, თუ ანგზე კონკრეტულად, თუ ორივეზე ერთად, თუ ანგის და ზუკოს შეხვედრა იქნება, არ ვიცი. მაგრამ დაახლოებით ამის მიხედვით ვიცი, რომ ზუკო ფანების უმეტესობის საყვარელი პერსონაჟია, ჩემი მეგობრების უმეტესობისაც. ირა და თითქმის ყველასი. ერთი ორს თუ მოწოდეს აგი და ერთს მარტო კატარა. ხო. ასე რომ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ დაახლოებით რამე მსგავსი მოხდება. ვნახავთ, მოდით, აღარ გავწეროთ შესავალი, იმიტომ რომ ისედაც ერთ წუთში ვაპირებით ჩავდეულიყავი. ავატარი. ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მე-7 სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა თან ტოპი და გვემატა გუნდში. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი. აბარა, ყველას გჭირა. ავატარის წინა ამ პოდკასტს დაიწყეს ის წინა სერიების ჩვენება. ზუკო. პატივისცემას ისწავლა. და სხვადასხვა მართალი არ გვაჩნდა, რომ რაზეც იყო, იმაზეა ეს შემდეგი სერია. აღარ არის ერთად ვიმოგზაუროთ. ანუ ზუკოზე. ჩემს დასგავხარ. მამა ამბობს, რომ იღბლიანი დაიბადა. მე კი გამიმართლა, რომ საერთოდ დავიბადე. იღბალი არ მჭირდება. ყოველთვის ბრძოლა მიწევდა. სწორედ ამით გავძლიერდი და ჩამოვყალიბდი. მეორე წიგნი, მიწა. ზუკო ელონ. ეული ზუკო. ვაუ. კაი. დასაწყისი ცუდი იყო. ნუ სერიის არა, ამის მოგზაურობის. და ახლა რა თქმა უნდა მოიპარავს. კაი. სუკო. ეს თმები გაზრდილი აქოდნავ თუ ჭრილი არის უბრალოდ ესე მუქად რო ჩანს. არა, გაზრდილი აქვს, აქედანაც ეთქობა. ეს ვინ იყო? არის ხარ რომ დედა. მიდი, ობობა გველის თვალები. მაგარია.
შეიძლება წყალი ერთი ტომარა მარცვალი და რამე ცხელი საჭმელი ვიყიდო. ცხელ საჭმელზე ფული არ გეყოფა. შემიძლია 2 ტომარა მარცვალი მოგცე. და ახლა ზუკოს დაგემია. შენ გვესროლი უცნობო. არა. დაინახე ვინ გვესროლა. არა. შენი საყვარელი სიტყვა? არა. კვერცხი არა. საიდან გაჩნდა? იქნებ ქათამა ჩაიფრინა. კათაბა ჩაიფრინა. დახმარებისთვის გმადლობა. არა. შენს მხარდაჭერას აფასებს. ეს თომას უშვებთ. წახვიდე. თუ არ წახვალ სასჯელი ისეთი მკაცრი იქნება, რომ ვერ გაუძლებ უცნობო. დამიჯერე. თქვენ ვერ გაუძლებთ. თქვენ სასჯელს. ჯარისკაცებმა ცეცხლის სამეფოსგან უნდა დაგვიცვან. ჯარისკაცები კი არა ყაჩაღები არიან. გმადლობთ რომ არ დამასმინეთ. ჩემს სახლში წაგიყვანთ და თქვენს წყალს საჭმელს მივცემ. წამოდით, თქვენი ვალი მაქვს. ხო. ამჩერეთ მერტანია. ჩვენზე თავდასხმას ვერ ბედავენ. მართლა? ლის მეგობარი ხარ? ეს ბიჭი ჯარისკაცებს შეეწინააღმდეგა. ბოლოს მათ გაქცევა აიძულა. ამ ბიჭს სახელი აქვს. მე ვალდებული არ არის ვინაობა გაამჟღავნოს თუ ეს არ უნდასე. სახეზე შეხედეთ. ჯარისკაცებს უპირისპირდება აქ აშკარად დღეები არ უჭამია. კაცებს უნდა შერცვეთ, რომ მიწის სამეფოს ჯარის ფორმა აწვიათ. ნამდვილი ჯარისკაცები ომში იბრძვიან, როგორც ლის უფროსი ძმა სენსუ. ვახშამი მალე მზად იქნება. დარჩებოდით? არ შემიძლია. გზა უნდა განვაგრძო. ვახშამზე შეიძლება განაკ. ერთად იმუშავეთ და შემდეგ ვახშამზე შეიძლება დარჩება ის გამონდა. როგორც ჩანს აქაური არ ხართ. საიდან ხართ? შორიდან. სად მიდიხართ? ლი, თავი დაანებე. პირადი შეკითხვების დასმა შეწყვიტე. გასაგებია? აი არავი რატომ გაქვთ? ადამიანს ისეთი რამ არ უნდა გკითხო, რაზეც საუბარი არ უნდა. მისი წარსული მხოლოდ მისი საქმეა. ნამდვილად დაიერებზე განსაკუთრებით. ხალხო. დედა, ინდა განახო. დედა. ხებს როგორ აჭმავს? ეს რატომ გააკეთე? აზულა. გაისკი იყო პაროდია. სულელი იხვი. ეს რატომ გააკეთა? ზუკო, დედები ასეთები არიან. თუ მათ შვილებს თავს ესხმი, კი. მაშინ იქბენენ. ვაუ, ზუკო პატარებაში სულ სხვა ხასიათების. აზულა და აზულას სამეგობრო. ასულა. პატარებაში ესეთი სეზისგარი იყო. მეი. შეხედე, დედა, შეიძლება ზუკომ ჩვენთან ერთად ითამაშოს. თამაშისთვის თანაბარი გუნდები გჭირდება. ურიკის დარება არ მინდა. ამის გაკეთება არც მოგიწევს. ურიკის ტარება თამაში არ არის სულელო. არ მაინტერესებს. შენთან ერთად თამაში არ მინდა. ვაუ. ჩვენ დაძმა ვართ და ერთად დროს უნდა ვატარებდეთ. შენ როგორ კი, ფიქრობ? კი. ვიცით. პირველად არ გვესმის. დასთან ერთად თამაში კარგი აზრია. ცოტა ხნით ეთამაშე. თამაშის წესი ასეთია. სხვა მოთამაშის თავიდან ვაშლი უნდა ჩამოაგდო. აი ასე. ხედავ, ხან გითხარი რომ გამოვიტოდა. ერთად საყვარელი
სიყვარლები არიან. ყენორნი. სწორედ ჩვენთან მოვდიოდი. ბიძი აირო ფრონტიდან წერილი გამოგვიგზავნა. აირო. ოქროები ქიშები არიან. თუ ქალაქი ისეთივე დიდებულია, როგორც მისი კედელი, მაშინ ბასინგსემ მნიშვნელოვანი ადგილია. ბასინგსემ. მე ამ ქალაქს ყველა იხილავთ, თუ რა თქმა უნდა, მთლიანად არ გადაწვავთ. კი. მანამდე კი ამ საჩუქრებით ისიამოვნეს. ზუკოს მარგალიტის ხანჯალს უგზავნე, რომელიც გენერალს ეკუთვნოდა. მაშინ დაგვნებდა, როდესაც მათი კედელი დავანგრიეთ. ყურადღება წარწერასა და ნაკეთობას მიაქციეთ. ბრძოლის გარეშე არასდროს დანებდე. აზულას კი ახალ მეგობარს უგზავნე. სამეფოს მოდური დასაცმელია. თუ ბიძი ამიდან ვერ დაბრუნდება, მამა ცეცხლის შემდეგი ბატონი გახდება, ხომ ესეა? აზულა ჩვენ ასე საუბრობთ. საშინელება იქნება. ცეცხლის შემდეგი ბატონი. თანაც ცეცხლის ბატონი აზულანი ჯანმრთელობას არ უჩივს. მოგეწონებოდა ჩვენს ბიძაშვილ ლუტენს მამასთვის სიკვდილი რომ ესურვა. მაინც ვფიქრობ, რომ მამა თავის ჩაის მოყვარულს სულელს ბიძაშვილსაც ხომ არ ნახავთ? ესე იგი აირო მე. კარი. მე მგონი ნათქვამი მქონდათ. ვაუ. არ ღირს ამის გაკეთება. ყველაფერი გაიგო მაინც. არასწორად გიჭირავს. დაიმახსოვრე, ეს ორმაგი ხმალია. ერთი იარაღის ორი ნაწილია. კი. მათზე ცალ-ცალკე არ იფიქრო, ეს არასწორია. ეს ხმლები ერთი მთლიანობის სხვადასხვა ნაწილია. ჩემი ძმა სენსუ მოგეწონებოდა. არა, ესეა უკვე მოგწონს. გამომართვით. ეს ცოტა ხანს გეყოფათ. ესეც ყაჩაღები. როგორ ფიქრობთ, მათ რა უნდათ? უსიამოვნება. კი. რა გინდა გოუ? ვიფიქრე ეს უნდა გწოდნოდა. შენი შვილის ბატალიონი ტყვედ ჩავარდა. იცით, ცეცხლის სამეფო წინატყვეებს როგორ მოექცა? ხა წამოვა შანტაჟი ისე. ცეცხლის სამეფოს სამხედრო ფორმა ჩააცვეს და ფრონტის ხაზზე უიარაღოდ დააყენეს. მერე სანახაობას უყურებდნენ. დაფიქრდი რას ამბობ. აბა ამ ტალახიან ადგილას ღორებთან ერთად როგორ ჩერდები? უფრო მეტი მოგონება. აირომ შვილი დაკარგა. შენი ბიძაშვილი ბრძოლაში დაიღუპა. ჩემი ძმა როგორ იქნება? ბრძოლის ველზე წავა. სენსუს ნამდვილად, ახლა ზუგოვიციასაც გძნობს. როდესაც მამა წავა. შენ დარჩები? არა, უნდა წავიდე. გამომართვი. მინდა ეს შენ გქონდა. წარწერა წაიგე. დადებულია მიწის სამეფოში. მეორე წარწერა. ბრძოლის გარეშე არასდროს დანებდე. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. საინტერესო ნაწილობიც მივდივართ. ეს ვიცოდეთ კი ბიძაშვილი როგორ დაცული ყავდა. შეატარებდა, ცუდად გამოგდის. თავზე ვაშლი დაიდე და ვნახოთ რამდენად კარგი ვარ. სხვათა შორის ბიძია სახლში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ომში გავიმარჯვეთ? არა, ეს ნიშნავს, რომ ბიძიამ შიშარა და უიღბლოა. რაზე ლაპარაკობ? ბიძიამ შიშარა არ არის. არა არის.
გაიგო რომ შვილი მოუკვდა და ამას ვერ გაუძლო. ნამდვილი გენერალი დარჩებოდა და ბასინგსეს მთლიანად გადაწვავდა. ის ასე არა. შებრუნდება. საიდან იცი რა უნდა გააკეთოს? არა, ნუ ახლა კი არის, მაგრამ მაშინ არ ქონდა წარმოდგენა. მამამ ცეცხლის ბატონ აზულოსთან შეხვედრა დანიშნა. საუკეთესო დასაცმელი ჩაიცვით. სწრაფად. ცეცხლის ბატონი აზულონი. არ შეიძლება ბაბუა დაუძახო. ცეცხლის ძლიერი ბატონი აღარ არის. ბაბუა. სავარაუდოდ მალე ვინმე მის ადგილსაც დაიკავებს. პატარა ქალბატონო, მეტი სიტყვა აღარ გავიგონა. ანუ ამ ბავშვს რა სჭირს? აზულონის ადგილი დაიკავა. ანტუს ბრძოლაში როგორ გაიმარჯვა? დიდმა ბაბუა სოზინმა. დიდმა ბაბუამ გაიმარჯვა, რადგან ცირერიცხოვანი ჯარის მიუხედავად უპირატესობები ჭკვიანურად გამოიყენა. პერიქარის მხარეს აზულა უფრო ჭკვიანია. ვიდრე ზუკო. მართალია ძვირფასო. ახლა კი აჩვენე ბაბუას ახალი მოძრაობები. ანუ დიდი ბაბუა სოზინი. ვაუ, სოზინი კი. ნუ, უფრო ფიქრდები მაგ თემაზე. სოზინი გამოდის ზუკოს და აზულას დიდი ბაბუა. ნამდვილი საოცრება. ისევე როგორც ბაბუა მისი, ვისი სახელიც დაარქვეს. ოზაი ვანახეთ, კარგად. მინდა განახოთ მე რა ვისწავლე. არ მოსწონს. მიდი ზუკო. დაუმარცხდი. იმედი მქონდა რომ კარგი საჩვენებიდან ბოლოს. ხარ ზუგო. სირთულეების მიუხედავად იბრძვი. პრინცო ოზაი, დროს რატომ მაკარგინებ? პირდაპირ მითხარი რა გინდა, დანარჩენები წადით. რას აკეთებ ჩუმად? მამა, ალბათ მიხვდი რომ ლუტენის გარდაცვალების შემდეგ აიროს მოდგმა წარსულს შაბარდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ძმამ ბასინგსეს დაპყრობა შეწყვიტა. ნუ ხო, აიო კანდიდატი იყო და ახლა მე აქ ვარ. ოზაი გახდა ბრძანებელი. ცეცხლის ბატონი. მითხარი რა გინდა? მამა, აიროს უფროსი შვილის უფლებები ჩამოართვი. შენი თავმდაბალი მსახური ვარ და მზად ვარ ჩვენს ერს ვემსახურე. გამომიყენე. ბედავდა ჩემი პირველი ვაჟის აიროს ღალატს მთავაზობ. ამას მაშინ აკეთებ, როცა მისი ერთადერთი შვილი გარდაიცვალა. ჩემი აზრით აირო საკმარისად დაიტანჯა, მაგრამ შენი დასჯა ახლა იწყება. აზულა მაშინაც კაი გველი იყო. მამა შენს მოკლას აპირებს. მართლა აპირებს. აზულა, კარგიც დაიღო. კარგი ნუგჯერა, მაგრამ მე ყველაფერი მოვისმინე. ბაბუამ თქვა რომ დასჯა ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი უნდა იყოს. პირველი ვაჟის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. მე შენი შვილი მსხვერპლად უნდა შეწირო. გადაო. ამას შენ სასიკეთოდ გეუბნები. ვიცი, იქნებ მიწის სამეფოში კარგი ოჯახი იპოვა, რომელიც გიშვილებს. გაჩერდი, იტყუები. მამა ასე არ მომექცევა. მამა როგორ არ მოგექცევა? აქ რა ხდება? არ ვიცი. დროა დავილაპარაკოთ. კი. აზულა ყოველთვის იტყუება. აზულა ყოველთვის იტყუება. არ ვიცი, მე მგონი ამჯერად არ მოიტყუა. ლისაფრთხეშია. როგორც კი განს უწევიდა ქალაქიდან ყაჩაღები მოვიდნენ. მათ საჭმლის მიცემა გვიბრძანეს. ლიმკიდანაა მოიღო. ისიც კი არ ვიცი დანა საიდან აქვს. შემდეგ წაიყვანეს. მე კი მითხრეს რომ თulis ჭხუბი შეუძლია. არ მისთვისაც მზად არის. ვიცი რომ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ, მაგრამ თქვენ შვილს დავაბრუნე. კი. ნერგელა ზუკო უფრო უკეთესი და უკეთესი პერსონაჟი ხდება. შეხედეთ, აი ისიც. ხომ ვამბობდი რომ მოვიდოდა.
კარგი ის არის პარალელი აბორს შორის აჰაუეს თმები ასე უფრო ხდება სიმართლე გონია. როგორ ბედავ გვითხრა, რა უნდა გავაკეთოთ? მნიშვნელობა არ აქვს მე ვინ ვარ. თუმცა ვიცი თქვენ ვინ ხართ. ჯარისკაცები კი არა, ყაჩაღები ხართ. ძალაუფლებას ბოროტად იღენებთ. ქალებსა და ბავშვებს აბუჩად იგდებთ. ლი თქვენს არმიაში არ უნდა მსახურობდეს. საცოდავი მშიშრები ხართ და იმ ოჯახს ტანჯავთ, რომელმაც ომში ერთი შვილი უკვე დაკარგა. კიდევ დიდხანს მისცემთ ამ უცნობს აქ დგომის და თქვენი დამცირების უფლებას. მაინც ახლა უფრო დაგამცირებთ, კი? აუ, ახლა რომ ცეცხლი გამოიყენოს და რომ დაწვას თავი, რომ ცეცხლის ბრძანებელია მაგაზე კი არ მიფიქრია. არა, ამ ბოლო დროს მაგარი სცენები არის განსაკუთრებით ბრძოლის. მარცხენათი დაარტყი, მარცხენათი. ეს მუშტებით ბრძოლა არ არის. მარცხენა ხმალი აქვს, ხედავ? საკმაოდ სწრაფია. ფრთხილად. შენ უკან არის. არა, უეჭველი ცეცხლს გამოიყენებს. წავიდა. დედა? ზუგო, ჩემო სიყვარულო, გთხოვ მომისმინე. ყველაფერი შენს დასაცავად გავაკეთე. ეს დაიმახსოვრე ზუგო. მნიშვნელობა არ აქვს სხვა. აუ, არ გითხრათ. არასდროს დაივიწყო ვინ ხარ. არ თქვათ რომ თავი არ თქვათ რომ თავი მოაკვლევინა აზულს ზუკოს მაგივრად. ეგრე კი ცეცხლის ბრძანებელია. კუდარი ხარ. ვინ ხარ? მე ზუკო მქვია. ურსასა და ცეცხლის ბატონის ოზეიშვილი. ცეცხლის სამეფოს პრინცი. ტახტის მომავალი მემკვიდრე ვარ. პირდაპირ თქვა. მატყუ არა ხარ. სმენია შენზე. პრინცი კი არა, გამდევნილი ხარ. დაწვა და გააგდო. არ მოგვეკაროთ. ეს შენია და შენ უნდა გქონდეს. არა, ეცისყები. მესმის, მაგრამ დედა. ფაქტობრივად გადაგარჩინა. ასულა. ზუკოს ხმალი? დედა სად არის? არავინ იცის და წუხელ ბაბუა გარდაიცვალა. რა? სასაცილო არ არის ასულა. აბათ ხარ. ჩემი დანატამი. ავად ხარ, მაგრამ ვინ მაიძულებს? რა? დედა? სად არის? არ ვიცი. არ გადამრიოთ. ცეცხლის სამეფოს ბატონი 23 წლის მანძილზე იყო. აზულონ გარსაის ბრძოლაში უშიშარი ლიდერი და პროვინცია ჰიუსინის შეუდარებელი დამპყრობელი იყავი. შენ აიროსა და ოზამის მამა იყავი. უკვე გარდაცვლილი აილას მეუღლე და უკვე გარდაცვლილი აილას. უტენის ბაბუა. აილას. ზუკოსა და ზუგანის აზულოს სახელი ბაბუა. გავიგეთ. შვიდად განისვენენ. უკანასკნელი სურვილის თანახმად
შენს ადგილს შენი მეორე ვაჟი დაიკავებს. ოზაი. დიდება ცეცხლის ბატონ ოზაის. რა ჯანდაბა მოხდა გამარკვიეთ. რას აზულა ვაუ რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მე მგონი არ ვიცი დავიწყოთ იმით რომ ეს იყო ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი მეორე სეზონის მე-7 სერია ეულიზუკო და მე მგონი დარწმუნებული ვარ ეს იყო ჩემი საყვარელი სერია აუ ეს რა იყო ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა შეგიძლიათ გამარკვიოთ ანუ თუ კი ბატონო თუ აგვიხსნიან ყველაფერს დაწვრილებით არაფერი არ მითხრათ, არ დამასპოილეროთ, მაგრამ თუ ისე დაგვიტოვეს ეს მომენტი, რომ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ, მე რაღაცას ვერ მივხვდი და თუ შეიძლება ამიხსენით, რა მოხდა ცეცხლის ბატონთან. ანუ მაქსიმუმ რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ ზუკოს დედამ თავი მოაკვლევინა ოზაის, ისა აზულონს ზუკოს მაგივრად. მეტი არაფერი. ანუ რა დაემართა აზულონს, უბრალოდ ბუნებრივად ბერისგან არ ამგონია გარდაცვლილიყო. თავი მოიკლა, არ ამგონია. აზულა როგორ არის დაკავშირებული ამ სათქმესთან, ანუ აი ვერაფერი ვერ გავიგე ჩათვალეთ 80% ვერ გავიგე უბრალოდ მაგრამ აი ეს ჩემი საყვარელი სერია იყო. ეს ზუკოს წარსული მოგონებები აზულას და მეის და დანარჩენებს, ანუ ფაქტობრივად ყველა ვნახეთ. მაგრამ აიროს შვილი ხო? ახლა ვიცით რა დაემართა ზუკოს დედას, დაახლოებით. ვიცით როგორ გახდა ოზაი ცეცხლის ბატონი. ვიცით რატომ აქვთ აზულას და ზუკოს ურთიერთობები ასე დაძაბული, მიუხედავად იმისა, რომ აზულაზე რა გითხრათ, ცოტა არ იყოს ამ სერიაში სულ ოდნავ ნერვები მომიშალა, იმიტომ რომ არ ვიცი, საკმაოდ ისეთი არის. როგორ თქვა, უხეში რა ჯობს ისევ სიტყვა მეხმარო მომენტებში აზულა რავი მე მაგალითად წარმოვადგინა რომ აზულა პატარაობაში უფრო სხვანაირი იქნებოდა მაგრამ არა ანუ წარმოვიდგინე ის რომ მოხდა ერთი რამ რამაც შეცვალა აზულა თავიდან სულ სხვანაირი იყო და მე აქცია ისეთად როგორიც არის ახლა. მაგრამ არა პატარაობიდანვე ასეთი იყო. და აქედან ახლა მიჩნდება კითხვა. რა მიზანი აქვს სინამდვილეში აზულას? ანუ შეიძლება დავასვათ მარტივად რომ ცეცხლის
ბატონობა, მართლობა უნდა რა თავისი ქვეყნის ოზაის შემდეგ. მაგრამ ასე მგონია უფრო მეტი აქვს გეგმაში და არ ვიცი, სიმართლე გითხრა. საითკენ მივდივართ, ვერ გეტყვით, ზუკოს აშკარად ეთყობა ცვლილება. აი თან ძალიან ეთყობა. აირო ამ სერიაში არ გამოჩენილა, ნუ აწმყოს აირო არ გამოჩენილა, თორე წარსულის მოვლენებიდან გამოჩნდა. და ჯანდაფას აირო, ანგი, კატარა, სოტა, ტოფი არც ერთი გამოჩენილა. მარტო ზუკომ ჩათვალეთ არ ვიცი. მარტო ზუკო რო ეგრე წარმოაჩენს თავს, რომ მთელი სერია ასეთი მაგარი იყოს. ნუ როგორ მარტო ზუკო ახლა აირო მოგონებებშიც იყო, ზაიც იყო, აზულამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ძირითადად ზუკოსზე იყო აქცენტი და ძირითადად ზუკოს ექცეოდა ყურადღება. და დედამისის, ხო. დედამისიც ასეთი ამბები იყო. არ ვიცი რა ვთქვა. საუკეთესო სერია, ველოდები რამდენიმე ასეთ სერიას კიდევ. ნუ ვიცი რომ ახლა ძალიან კარგი სერიებია ავატარში. და მადლობთ აი აქედან ჩემს მეგობრებს მიმართავ. კი მივწერე მერე და დაურეკავ პირადშიც, მაგრამ ვიდეოშივე ვახსენებ. ყველას დიდი მადლობა, ვინც შემონთავაზა რომ ეს ამ სერიისთვის ცალკე მეყურებინა. ანუ სულად არ გამიგოთ, ტოფის სერია ძალიან კარგი იყო. მაგრამ ეს იყო ჩემი საყვარელი სერია და ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა ერთი იმიტომ რომ ვიდეო საკმაოდ გრძელი გამომივიდოდა გრძელმეტრაჟიანი და ახაც ანუ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სერიები იყო ჩათვალეთ და ამიტომ სჯობდა ცალკე და მე რეაქტებინა ეს როგორც მოვიქეცეთ მოკლედ დიდხანს აღარ გავწევავ და გამშვიდობებით იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქება არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება დატოვეთ კომენტარები რას ფიქრობთ ამ სერიაზე იმედია ყველას ისევე მოგწონთ როგორც მე იმიტომ რომ მართლა მაგარი სერია იყო და გნახავთ სხვა დროს უკვე შემდეგ ვიდეოში მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის კარგად ბრძანდებით